ამ ბოლო დროს UFC-ს შეფასების სისტემა ბევრი განხილვის ქვეშ მოექცა. მაგალითად, ზოგი ფანი ამბობს, რომ გრეპლინგი და ჭიდაობა საერთოდ არ უნდა შედიოდეს შეფასებაში, ჯო როგანი კი ამბობს, რომ რაუნდი რა პოზიციაში მორჩება, იმ პოზიციიდან უნდა დაიწყოს შემდეგი. მოდი განვიხილოთ ეს ყველაფერი და ერთად მივიდეთ რაღაც პასუხამდე, თქვენს კომენტარებსაც მოვისმენ და ვნახოთ, უნდა შეიცვალოს თუ არა UFC-ს შეფასების სისტემა და როგორ მუშაობს ის ახლა. დავიწყოთ ჯერ იმით, თუ ვინ არიან ეს შემფასებლები. ამ შემფასებლებს ნიშნავს ადგილობრივი სპორტული კომისია. დიახ, მათ UFC არ ნიშნავს და არ ხსნის. მოკლედ რომ ვისაუბროთ შეფასების სისტემაზე, გამარჯვებული იღებს 10-იანს, დამარცხებული იღებს ან 9-იანს, ან 8-იანს, ან უარეს შემთხვევაში 7-იანს, იმის მიხედვით თუ რამდენად დომინირების მსხვერპლი იყო ის. და რაუნდების ბოლოს ეს ქულა ჭამდება და იგებს გამარჯვებული. იგებს გამარჯვებულიო რა, მაგრამ თქვი, იგებს ის, ვისაც მეტი ქულა აქვს. მთავარი კრიტერიუმები არის ეფექტური სტრაიკინგი და გრეპლინგი, კონტროლის დრო და აგრესიულობა. საკმარის კრიტერიუმებია, ხო? კარგად ჟღერს. მოდი ვნახოთ როგორ მოქმედებს ისინი რეალობაში. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ UFC არის სანახაობრივი სპორტი. ანუ არის ხალხი, რომელიც უყურებს და არსებობს რაღაც მოთხოვნა და მიწოდება. ეს არ არის ოლიმპიადა, სადაც მთავარი არის შედეგის მიღება. ეს არის თავდაპირველად სანახაობა. ამით ვიღებთ ბევრ სხვა მარკეტინგულ ხრიკებს, სადაც მებრძოლები თითქოს ერთმანეთს უპირისპირდებიან და მერე ძმაკაცდებიან. ხშირად ვიღებთ ნამდვილ კონფლიქტებსაც, მაგრამ ჩემი სათქმელი ის არის, რომ ეს არის სანახაობა. უпростоად რო ვთქვა, თანაბრად არის ბრძოლაც და სანახაობა. ანუ მარტივად რო ვთქვა, UFC-ს ნაწილი არიან როგორც მოჩხუბრები და პრომოუტერები, ასევე მაყურებელი, იმიტომ რომ მაყურებლის რეაქციას ამ ყველაფერზე აქვს გავლენა. იმიტომ რომ ასე მუშაობს ბიზნესი. თუ UFC-ს ყურებას ხალხი მიატოვებს, ან სიტყვაზე 30%-ის შემცირდება მაყურებლების რაოდენობა, მაშინ UFC-ს მოუწევს და მათთვის ბიზნეს გადაწყვეტილება იქნება, რომ რაღაცა შეცვალოს უკეთესობისკენ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის ბიზნესი. მინდა იმას გავამახვილო ყურადღება, რომ UFC-ს უნდა რომ ჩხუბები იყოს სანახაობრივი. ამის ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ არსებობს Fight of the Night ბონუსი, ანუ ყველა სანახაობრივი ბრძოლა იღებს ამ ბონუსს, ორივე მოანწილე და ასევე 1-2-ჯერ მომხდარა ისეთი შემთხვევა, სადაც Dana White იმდენად მოეწონა, რომ ჩხუბები ფინიშით დამთავრდა, რომ ყველა ფინიშიან ჩხუბს მისცა ბონუსი. ერთ-ერთი მაგალითი არის Aspinall versus Volkov, თუ არ ვცდები, UFC ლონდონი, 9 ფინიში იყო იმ ქარზე და 9-ს მისცა ბონუსი. შვენიერი, ოჩახ, Dana White. მაგრამ ნახეთ საქმე რაშია, უმეტეს პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ჩხუბი არის არასანახაობრივი და ზედმეტად დომინანტური. ზოგადად ნებისმიერ შეჯიბრებით სპორტში ყველაზე კარგი სანახავი არის ისეთ ჩხუბი, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთის დონესთან ახლოს არიან. ახლა ჩამოვთვლი რაღაც პრობლემებს, რაც სვენია ზოგი კომენტატორისგან, ზოგი ონლაინ ფანებისგან, ზოგი სხვა განხილვებიდან, ზოგი სამეგობროებიდან და გამივხილოთ ერთად, ღირს თუ არა ამ წესისთვის რაღაცეების შეცვლა და არის თუ არა ეს საერთოდ პრობლემა UFC-ს შეფასების სისტემაში. ხშირად როდესაც ჩხუბები მორჩება, ვრცელდება სხვა ქარდები, სადაც წერია, რამდენი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგემ, რამდენი იყო აქედან მნიშვნელოვანი, რა საკონტროლო დრო ჰქონდა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ DDP versus Khamzat Chimaev. რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს, რომ ეს ჩხუბი მორჩა აბსოლუტური 25 წუთიანი დომინანტობით. მაგრამ მოდი გავიხსენოთ რაღაც დეტალები. 22 წუთიანი საკონტროლო დრო ჰქონდა Khamzat Chimaevs. აქედან 53 წამიანი ჰქონდა DDP-ს. ვის უფრო მეტი საბმიშენის ცდილობა ჰქონდა თქვენი აზრით? DDP-ს ჰქონდა 1 საბმიშენის ცდილობა, Khamzat-ს 0. როცა მესმის ხალხისგან ჭიდაობაზე წუწუნი, ხშირად ეს მოყავთ ხოლმე არგუმენტად და რაღაც მხრივ ვიტყვი რომ მართალია. იმიტომ რომ 22 წუთიანი საკონტროლო დრო, როცა ერთი ოპონენტი მეორეს აწევს, ხშირად არც თუ ისე კარგი სანახაობაა. თუ გაქვს დომინანტური პოზიცია, უნდა მუდამ წახვიდე იმისკენ, რომ ჩხუბი დაამთავრო. როგორ შეიძლება რომ 22 წუთში ერთი საბმიშენის ცდილობაც არ კონდეს. ყველას გვახსოვს DDP-ს გილიოტინა, მე მგონი მე-4 თუ მე-5 რაუნდში, სადაც რაღაც მომენტში გვეგონა რომ ჩხუბი უეცრად დასრულდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ DDP ამისთვის ზედმეტად დაღლილი იყო. ასევე მაგალითად მოვიყვან, რომ Khamzat Chimaevs ჰქონდა 567 დარტყმა და აქედან მნიშვნელოვანი დარტყმა ჩაითვალა მიახლოებით 37, რაც არის 6%. ანუ Khamzat Chimaevs-მა დაამყარა დარტყმის რეკორდი, მაგრამ უმეტესი მათგანი იყო უმნიშვნელო. ისევე როგორც კონტროლის დრო. კი, მართალია, საკონტროლო დრო და აგრესიულობა რა თქმა უნდა დასაფასებელია და DDP-ს ბრალია რომ ვერ დაიცვა ტეიქდაუნები და სწორად ვერ მოიმზადა ამ ჩხუბისთვის და მით უმეტეს იმ 25 წუთში სხვა ვერაფერი მოიფიქრა. მაგრამ რამდენად სანახაობრივი იყო ეს ჩხუბი და რამდენად კარგი საყურებელი იყო ის ფანებისთვის. თქვენებათ თითქოს რომ ეს სპორტია და აქ მთავარია მოგება, მაგრამ მინდა ასეთი რაღაცა განვიხილო. UFC არის ბიზნესი. UFC არ არის ოლიმპიადა, რომლის მთავარი შედეგია ოქროს, ვერცხლის თუ ბრინჯაოს медали. აქ მთავარი არის მაინც სანახაობა. იმიტომ რომ UFC-ს ნაწილი ისევე როგორც თვითონ UFC მოჩხუბრები და მარკეტერები არიან, ასევე არის მაყურებელი. მაყურებელმა რომ გააწყდეს რომ UFC-ს ყურება აღარ მოწონს, მაშინ თვითონ მოჩხუბრებს და ორგანიზაციას პრობლემები შეექმნებათ. იმიტომ რომ მოთხოვნა
მიწოდება და ფულმა უნდა იმოძრაოს. სხვა აზრები არსებობს ამ საკითხებზე და ზუსტად შუაზეა გაყოფილი ამ საკითხის განხილვა. ზოგი იძახის, რომ კონტროლის დროს საბმიშენის ცდილობის გარეშე საერთოდ არ უნდა ჩაითვალოს უპირატესობად. ჯო როგანი მაგალითად ამბობს, რომ თუ პირველი რაუნდი მორჩა რაღაც პოზიციაში, მეორე რაუნდი უნდა დაიწყოს იმავე პოზიციიდან. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პირველ რაუნდში შენ თუ ზედ ეწექი შენს ოპონენტს, მეორე რაუნდი უნდა დაიწყო მაგ პოზიციიდანვე. მე არ ვეთანხმები ჯო როგანს სამწუხაროდ. რომელიღაცა ინტერვიუში ხაბიბმა თქვა, რომ რაუნდებს ამოვიღებდიო. მაგასაც არ ვეთანხმები. 5 რაუნდი გარდა იმისა, რომ აძლევს მებრძოლებს შესვენების დროს, არის ერთ-ერთი კაი მექანიზმი იმისთვის, რომ მისცე ოპონენტს ახალი შანსი. ანუ შენ 5 ჯერ აძლევ ორივე ადამიანს იმის შანსს, რომ ჭხუბს სხვადასხვანაირად მიუდგეს. ეს იმისთვის არის კარგი, რომ რაღაცეები იღბალს არ დაბრალდეს. კი არსებობს ისევ იღბლიანი დარტყმები, სადაც ვიღაც სიდაღს გაუტარებს ხელს მოარტყამს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს 5 შანსი არა მარტო დასვენების დროა, არამედ მეტი საშუალება, რომ მებრძოლმა თავის-თავი გამოავლინოს. იცოდით, რომ UFC თავის დროზე როცა არსებობდა, მაშინ არც რაუნდები იყო და არც ოპონენტების შეზღუდვა. Don Fry ერთ-ერთი პირველი მოჩხუბარი ჩემპიონი და ძალიან გიჟი ამერიკელი კაცი, ზუსტად ასე ბრძოლებზე ჭუბობდა. მაშინ უნდა ზუსტად UFC-ს აგრძელვა და იქიდან წამოვიდა ტერმინი ბრძოლა წესების გარეშე. იმიტომ რომ ეს იყო მართლა ბრძოლა წესების გარეშე, გკეტავდნენ გალიაში და მიდიოდი და სამ ერთ-ერთი არ დაეცემოდა, მაგრამ ჭუბი არ რჩებოდა. Don Fry-ს ნათქვამი აქვს, რომ ერთ საღამოში რამოდენიმე ოპონენტის დამარცხებას კი უწევდა, რაც საერთოდ სიგიჟეა დღევანდელი სტანდარტებით. ის საკითხი თუ განვიხილეთ, რომ მაყურებელი იმდენად მნიშვნელოვანია როგორც მოჩხუბარი, მოდი ახლა შემდეგს გადავიდეთ, რაც არის მოჩხუბარის ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, მოჩხუბარისთვის გაცილებით უფრო ნაკლები რისკია, როცა ის ჭიდაობს, ვიდრე როცა მას სახეში ურტყამენ გადაბმით. იმიტომ რომ ეს ზიანი, რომელიც ზუსტად ტვინს მოსდის, გროვდება და წლების შემდეგ იჩენს თავს. მე გირჩევთ ახლა რომ გახსენეთ UFC-ს YouTube-ი, უყურეთ Max Holloway-ს რომელიმე ინტერვიუს 10 წლის წინ და უყურეთ Max Holloway-ს ინტერვიუს ახლა. დააკვირდით როგორ შეიცვალა მისი ლაპარაკის მანერა. ეს ზუსტად გამოწვეულია იმით, რომ წლების განმავლობაში მას მხოლოდ თავში ურტყამდნენ. ის არასდროს ჭიდაობდა, იყო სტრაიკერი და მთელი 10 წელი გატარებული აქვს აემაში. სულიამ მებრძოლს მოთხოვა, რომ აიცი რა, მე მინდა რომ სანახაობა მოხდეს და რომელიღაც დაანოკაუტოს და მიდი იჭხუბე. რა სტილიც აქვს, იმ სტილით იჭხუბეს და რაც მისთვის უფრო კომფორტულია. და ამაში მას ვერ დაადანაშაულებ, იმიტომ რომ ეს მისი ცხოვრება და მისი სხეულია. მოდი ახლა გადავიდეთ ჩემპიონობის საკითხზე. ბევრი თვლის, რომ ჩემპიონმა არ უნდა დაკარგოს ტიტული, თუ მას ოპონენტი არ მოუგებს დამაჯერებლად. ანუ split decision-ი არ ითვლება და ზოგადად გააწყობილებაც არ ითვლებაო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამაზე რას ვფიქრობ. თქვენი აზრით საინტერესოა კომენტარებში გავიგო. გასაგებია, რომ ჩემპიონი უნდა იყოს ყველაზე ძლიერი და ყველაზე საშიში მებრძოლი დივიზიონში, მაგრამ ამასთან ერთად თუ ოპონენტმა იმდენი მოიფიქრა და სწორად გაანეიტრალა ეს ჩემპიონი 25 წუთის განმავლობაში, უნდა მიიღოს თუ არა მან ამისთვის დაფასება. ბევრს გონია, რომ ეს ჭუბები ზუსტად უფრო მკაცრი კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს, მაგრამ მე ამას პასუხი ნამდვილად არ ვიცი. UFC-ს წესები იდეალური არ არის და ვერ იქნებოდა ეს იდეალური, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მან ბევრი ცვლილება გაიარა. თუ შერეულ ორთაბრძოლებზეა საუბარი, მაშინ ორთაბრძოლის ყველა სახეობას უნდა ჰქონდეს რაღაც win condition, ანუ მოგების წინაპირობა. ვერ იტყვი, რომ იცი რა, აი გრეპლინგი არ მუშაობს, მაინც და მაინც უნდა დაანოკაუტო, ან მაინც და მაინც უნდა დაასაბმიტო. უცნაურია ამას საუბარი. მე სიმართლე გითხრათ, ცოტა შუაში ვარ გაყოფილი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ჩემი განსაზღვრება რომ იყოს შევცვლიდი აი ასე. ისეთ რაუნდს სადაც მხოლოდ საკონტროლო დრო იყო და არც საბმიშენის ცდილობა ყოფილა და არც დომინანტური პოზიციიდან უფრო დამასრულებელ პოზიციაზე გადასვლის სურვილი, უბრალოდ ფრედ აღნიშნავდი. ეს მისცემდა მებრძოლს мотиваციას, რომ თუ დომინანტურ პოზიციაში მოხვდება, ის პოზიცია კი არ შეინარჩუნოს, არამედ იმ პოზიციით რაღაცა შედეგი მოიპოვოს. იგივეს ვიზამდი, რაც დენა ვაითმა ქნა ზუსტად იმ ლონდონის ივენტზე და ყველა ფინიშს მივცემდი ბონუსს. რაც ძალიან კარგი იქნებოდა მებრძოლებისთვის. ბონუსი ძალიან კარგი мотиваციაა, იმიტომ რომ ახლანდელი სქემით მოჩხუბრები იღებენ რაღაც X თანხას უბრალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის და მეორე X თანხას მოგებისთვის. ამას რო დავუმატო ფინიშის ბონუსი, მაშინ ძალიან მოტივირებულ მოჩხუბრებს მივიღებთ. ხო და ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედია რაღაც ინფორმაცია მოგეცით და რაღაც განხილვაში შემოგიყვანეთ. ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენ აზრს, იმიტომ რომ ეს თემა იმდენად შუაზეა გაყოფილი, რომ მეც არ ვიცი რა არის სწორი და არასწორი. ამიტომ მადლობა, გთხოვთ გამოიწეროთ და დალაიქოთ ვიდეო. ნახვამდის.